მოგესალმებით მეგობრებო, კიდე ერთხელ იმედია ტექნიკური ხარვეზე აღარ შეგვიშლის ხელს და დავამთავრებთ თქმას იმის რისი თქმაც მინდა სამწუხაროდ გამეთიშა წინა ლაივი. მოკლედ მინდა გამოვეხმაურო აი უბედურებას, რომელი უბედურებაც ტრიალებს ეს დღეები არის სოციალურ ქსელში და მოკლედ დიდი ნებათა ღელვა გამოიწვია საქართველოში და ამ ყველაფერს მოყვა ის რაც არის კუთხური შუღლი და მთელი კუთხის ლანძღვაგინება და ესე შემდეგ. ახლა შეუძლებელია რომ ამ ადამიანის ტრაგედიაზე ადამიანს არ გქონდეს რეაქცია, შეუძლებელია რომ ამ ადამიანის უბედურებაზე თუ ადამიანი ხარ არ იგრძნო რომ 35 წელი გავიდეს კი არა 50 და 100 წელი რო გავიდეს მაინც უნდა იქნას სამართალი დადგენილი და დადგეს და ამაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია რომ შეიძლება ვინმეს რამე განსხვავებული აზრი ქონდეს და მორჩა ამაზე ლაპარაკი არც განიხილება, ეს გამოძიებულიც უნდა იქნას და ყველა დასჯილიც უნდა იქნას და პასუხიც უნდა იქნას მოთხოვილი ყველას, მაგრამ ეს სხვა რაღაცაზე მინდა საუბარი. ბიჭო, ესე იგი სად გინახიათ? დღე არ გავა საქართველოში საუბედუროდ, სამწუხაროდ ამ გარყვნილ და გადაგვარებულ საზოგადოებაში, რომ რომელიმე კუთხეში რაღაცა უბედურება არ მოხდეს. ან კახეთში რაღაცა უბედურება არ მოხდეს, ან ქართლში რაღაცა უბედურება, ან აჭარაში რაღაცა უბედურებაში ვგულისხმობ იმ არ ვიცი მე ამ ოჯახური ძალადობებით დაწყებული და გაგრძელებული ამ პედოფილიური უბედურებებით, რომელსაც ყოველ მეორე დღეს ვისმენ. მე არ მახსოვს, არასდროს არ მახსოვს, როდესმე სოციალურ ქსელში შეკრებილიყო ხალხი და დაეწყოთ ლანძღვაგინება მთლიანად კუთხის, კახელების, კახეთის, ქართლის, აჭარის, გურის, სამეგრელოს, სადაც ესეთი უბედურებები ხდება დღესდღეობით, ხო? მე არ მახსოვს ესეთი რაღაცა. თუ როდესმე ყოფილიყო სოციალურ ქსელში ესეთი რაღაცა, თქოთ გამახსენეთ. მე არ მახსენდება ესეთი რაღაცა და საერთოდ ესეთი რაღაცა არასდროს არ ხდება ორი კუთხის გარდა. სვანეთის და სამეგრელოს გარდა. აი სამეგრელოშიც ხდება, სამეგრელოსთან მიმართებაში ხდება ესეთი ბინძური დამოკიდებულების ატეხვა და სვანეთთან მიმართებაში ხო ტყდება ეგეთი რაღაცეები. ამიტომ მე მინდა ერთი რაღაცა ვთქვა აქ არ არის ამ ტრაგედიაზე საუბარი, აქ არის საუბარი იმაზე, რომ საქართველოს დაუძინებელი მტრები ამით სარგებლობენ და კუთხური შუღლის გაღვივებას ახდენენ და წვანი არის ანთებული, რო კითხვა მათი სკრინვის დეპარტამენტი რო არის გახსნილი და სიტყვას რო ვერ დაწერს, ზოგიერთ სიტყვის დაწერა რო ეშინია არ დამაჯარინონო, მთელი კუთხის ლანძღვაზე, მთელი კუთხის გინებაზე მწვანი არის ანთებული და მიდის ლანძღვა გინება ყველა კუთხის ქართველს ვენაცვალე და ყველა კუთხეს ვენაცვალე ნებისმიერი კუთხის მიმართ რო იყოს იგივე ატეხილი, რა თქმა უნდა იგივეს ვიტყოდი და იგივეს ამოვიღებდი, მაგრამ ახლა მეორე მხარეცაა რომ შენი კუთხე როა განსაკუთრებულად გტკივა და მით უმეტეს როდესაც ყველაში შენს გაყოლებენ, ხო? ასაგებია მოხდა ეს ცუდი ამბავი, ძალიან ცუდი ამბავი მოხდა 35 წლის წინ ერთ-ერთ განაპირა სოფელში მოხდა ესეთი რაღაცა, სოფელში, იმ თემში და გასაგებია, ხო, ახლა ვინ შეიძლება ნორმალურმა მაგაზე თქვას, რომ ეს არის, ესა რა ქვია, ნორმალური და დასაშვები და კარგი და ასე შემდეგ, ხო? როგორ შეიძლება სირცხვილი მართლა იმ სამეზობლოს, იმ სათემოს, ვინც ეს ყველაფერი იცოდა და ამ უბედური ადამიანის მიმართ ხმა არ ამოიღეს, ისე როგორც წესია და რიგია და სვანეთში როგორც სამართალი ირკვევა და როგორც დგება მე 90-იანების სვანეთში გავიზარდე და სიმართლე გითხრა ნატურლობ დღეს იქნებოდეს ისეთი სამართალი და სამართლიანობა და ისე სწორად ყველაფერი გარჩეული 90-იანი წლების სვანეთში რო იყო და ის სვანეთი იყოს ნეტა დღევანდელ დღეობაში. ნახდა თუ ამბობ ამას სავსე იყო სოფლებიც და ახშებიც იყვნენ და გადასაწყვეტიც წყდებოდა და კანონი და სამართალი საერთოდ არ არსებობდა ქვეყანაში, მოშვებული იყო ყველაფერი და სვანეთში სიმართლეც არ დაიკარგებოდა და არც უკანონობა იყო და არც ბოროტება იყო და არაფერი არ იყო, ყველაფერს ხევისბერები აკონტროლებდნენ თავისთვის და ყველა თემის თავისი მახში ყავდა და ყველაფერი ირკვეოდა ისე ზედმეტი ბესპრედელი არ ხდებოდა არსად. მაგრამ კაი გასაგებია მოხდა ეს სადღაც ერთ-ერთი მასში რა ქვია სოფელში, რატო უნდა აგინებდი ამის გამო
მთელ კუთხეს, მთელ ხალხს და რატო უნდა გქონდეს ეს მომენტს ჩასაფრებული ტურასავით, რო იქნები ჩასაფრებული, რო იქნები ყოველთვის და სვანების ისე აფრასიძეების ამბავი მიშა მართალი ყოფილა, დაუყენებიათ მიშას სურათები და აი ისიც ცინდელიანის საქმე მეტი უნდა ამოეწყვიდათ, მეტი უნდა დაეხოცათ და მიმდინარეობს ახლა ასეთი სიბინძურეების როშვა. აღარაფერს ვამბობ იმას, რომ კიდე 90-იანების პერიოდს იხსენებენ, როდესაც იგივე კოდორის ხეობაში ძალიან ცუდი ამბები მოხდა, რაც ახლა მოხდა თუ არ მოხდა, გააკეთა თუ არ გააკეთა, ყველაფერი სვანკაც ბრალდება იმ პერიოდში რა უბედურებები წყდებოდა იმ დევნილების ამბავთან დაკავშირებით. ხო და რატო ვამბობ ახლა ამ ყველაფერს ისეთი რაღაცების შემთხვევით არ ხდება, ეთქობა რაღაცა დიდი უბედურება არის წინ. მოსალოდნელი რაღაც დიდ უბედურებას გეგმავენ ესენი სვანეთის და სვანების წინააღმდეგ და მე ვფიქრობ დიდი ალბათობით ჰესების მშენებლობას და აქ უნდათ რომ კუთხური ნიშნით იქნას სვანეთი ესე დამცირებული, შეურაცხყოფილი, ავიცი 1000 სიბინძურე დაბრალებული, მით უმეტეს იმ მხარეს ეხებას ხუნოჰესის მშენებლობა, სადაც ეს ამბავი მოხდა რა, იმ ტერიტორიაზე არის ეს ის. ხო და ეთყობა ამზადებენ ახლა ქართულ საზოგადოებაში ამ ყველაფერს, რომ სვანეთის და სვანების მიმართ იყოს ესეთი დამოკიდებულება და ეს ახლა არ ვიცი, სხვას ნახდათ ვერ ვიფიქრებ. მე მინდა ერთი რაღაცის თქმა რა, როდესაც ეს მომისლენ შენ შემოგევლე ჩემო ძმაო, თის ხალხი რომ ძიმე ხალხია, იმასაც ნიშნავს, რომ თის ხალხი სამართლიანი ხალხიცაა რა. ძიმე ხალხი იმას არ ნიშნავს, რომ ცუდი ხალხია რა. შენ შემოგევლე რა, ჩემი ძმა. შენ ეთყობა მთაში არ გიცხოვრია მით უმეტეს იმ პერიოდში და მით უმეტეს არ იცი იქ რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა და 90-იან წლებში მომხდარ ერთ გაუპატიურებაზე ამ ხელა ამბავი რო ატყდა საქართველოში, მე გაგახსენებ მაშინ 90-იანი წლების პერიოდში რა ხდებოდა თბილისში. რა ხდებოდა? მეზობელი მეზობელს კლავდა, მეზობელი მეზობელს წვავდა, თორაძეების საქმე გაიხსენეთ იგივე ეს საძმურას აკეთებდა, ის საძმურას აკეთებდა, რამდენი უბედურება ხდებოდა. მაკაცვანები იყვნენ? სამიგრელოში რასატრიალებდა ეს ხალხი? რამდენი გაუპატიურება ხდებოდა, რამდენი უბედურება ხდებოდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. 90-იან წლებში უბედურება, ტრაგედია მოხდა ერთ-ერთ სოფელში. და დღეს მთელი საქართველო მზადაა, რომ მთელ კუთხეს გადაუაროს, ლანძღოს, აგინოს და აფურთხოს. ეს ნორმალური არის? მე არაფერს არ ვბოდიალობ და არაფერი არ დამვიწყებია. დაწყებული ნაბოზურებით, რაც თბილისში დაატრიალეს და თბილისელებს თუ რამე გიკვირთ, 90-იან წლებ გავლილ თბილისელებს, თუ ყაჩაღობა გიკვირთ, თუ ქურდობა გიკვირთ, ძალიან ცუდად გქონიათ საქმე. ძალიან ცუდად თავი ქონიათ რაღაცაზე მირტყმული. და სხვათა შორის მაგ დედამოტყნული, ყველა მკვლელი და ყველა მძარცველი და ყველა გამოუპატიურებელი და ყველა პუჩისტი და ნაბოზვარი ამ პარლამენტშია, ამ ბიზნესშია. მაგრამ არავინ არ ითხოვს მის დასჯას. ხო, რას ქვია და იმას ქვია, რასაც გეუბნები, ყოველ დღე ხდებოდა მაგნაირები თბილისში. ყოველ დღე 90-იან წლებში. ო, იმას ქვია, გამომივიდა აქ ტრაკის მწვენდავი. და მაგნაირი ხდება ყოველ მეორე დღეს იმაში. ტელევიზორს დაუჯექი და ნახე რამდენი ოჯახური ძალადობის და გაუპატიურების სცენა. გამომივიდნენ აქ, ვითომ თქვენ სულ ფეხებზე გკიდიათ ეს ადამიანი. თქვენ გინდათ პიარი. თქვენაერ გვარ გადაკეთებულ ნაბოზრებს უნდათ პიარი და კუთხური შუღლის ჩამოგდება. ეს სიმართლე. ხო, გაგახსენოთ მაგნაირი საქმეები რამდენიც გინდა იმდენი? მოხდა ერთი ბინძური საქმე, რა თუნდა მაგას ლაპარაკი. მე სვანების ყაჩაღობაზეო, კოდორის ხეობაშიო რო იზახით. თქვენი უნამუსო დედა შევეცი, ჯერ იქ ვინ ყაჩაღობდა და რა ყაჩაღობდა, კაციშვილმა არ იცის დღემდე არაა გარკვეული. სვანი იყო, არ იყო, იმას არ ვამბობ, რომ ვინმე არ იყო, ყველა კუთხის ხალხი იყო ჩარეული. მთელი აფხაზეთი გაძარცვეთ, ბიჭო. მთელი აფხაზეთი. და მთელი აფხაზეთის ნაძარცვი ჩაიტანეთ ემაში, რა ქვია, თბილისში. და მაგათ ნაძარცვე ცხოვრობ თქვენ და თქვენი უჯიშო შთამომავლობა, თქვენი დედას შევეცის უყველასას. და ის დევნილები რატო წამოვიდნენ იქედან კოდორის ხეობაზე? რატო ვერ გამოვიდნენ პირდაპირ? სამეგრელოს რა უქენით, ვინჯო? სამეგრელოს რა უქენით 90-იან წლებში? გეკითხებით რა უქენით სამეგრელოს? ბიჭო, გეკითხებით, რატო უნდა ვილაპარაკო ვიღაცა ერთ კრიმინალზე თუ ორ კრიმინალზე, როცა მთელი ნაბოზრების და ჩათლახების და ქართველების გენოციდის და ქართველების სისხლის მსმელების ბანდა მთელი თბილისი არის გავსებული და ზოგს ბიზნესმენი ქვია და ზოგს პოლიტიკოსი ქვია. და ტრაქში უძვრებით აბსოლუტური უმრავლესობა. ზარალებით დაწყებული და გაგრძელებული 1000 ნაბოზვარი დედამოტყნულებით.
და გაიხსენეთ 90-იანებში ვიღაცა 1 და 2 ისა რა ქვია ყაჩაღი და მთელ სვანეთს ლანძღავთ და აგინებთ თქვენი უნამუსო დედას შევეცი ბიჭო თქვენ სულ ფეხებზე კიდიათ ეს ადამიანის ის ტრაგედია სულ ფეხებზე კიდია თქვენ გინდათ ეს ყველაფერი არის მიმართული როგორც 90-იანებიდან მოყოლებული ანეკდოტებით დაწყებული და 1000 ბინძურების მომხდარა რა არ მომხდარა რა მოხდა სვანების გმირობაზე რატო არავინ არ ლაპარაკობს რატო არ ლაპარაკობს ვინმე რაც კამანში გმირობა მოხდა რაც კოდორის ხეობაში გმირობა მოხდა რატო იგივე არავინ არ ამბობს იგივე იმ ერთსოფელ ჭუბერზე რომელმაც თავისი მთელი საჭმელი საარსებო პური გამოუტანა და დევნილებს აჭამა და შეიფარა და ადგილი არ ქონდა. კარგს რატო ვერ ხედავთ თქვენი დედა შევეცი მე? რატო ვერ ხედავთ? და მაჩვენეთ ერთი რომელი კუთხის ხალხმა შეინარჩუნა ისე როგორც კოდორის ხეობამ და სვანეთმა და სვანებმა შეინარჩუნა. ამიტოა ერთიანი საქართველოს წინააღმდეგაა ყველაფერი მიმართული. და ყველაზე მეტი ტრადიციული და ყველაზე მეტი თავდადებული ადამიანები ვინც არიან, აი იმათ მიმართებაში ხდება აი ყველაფერი. ვიღაცა 2, 3, 4 ნაბოზვარის გამო მომდგარი ხართ და მთელ ხეობას ლანძღავთ და მთელი კუთხეს ლანძღავთ და მთელი მას ლანძღავთ. თქვენი გამზდელი დედას შევეცი მე თორაძეების გამო მთელი თბილისი ხართ მაშინ საგინებელი სწორია? სწორია? გეკითხებით რომელი ერთი ხვინდრავების გულის აქვს ტარდაცოცხალი გაქვს საგინებელი მთელ თბილისს? გეკითხებით ეხლა რა არის ეს რა დამოკიდებულებაა მართლა რაღაცას ის უნდა კონდეს ხო? რაც იმ ხალხმა იბრძოლა, რაც იმ ხალხმა სისხლი ჩააქცია, არაფერი კარგის დანახვა როგორ არ შეგიძლიათ, თქვენი გამომწველავი დედა შევეცი მე. ვინ შეიძლება იმ გოგოს უბედურებაზე რაიმე თქვას? ვინ შეიძლება სიტყვა მოუბრუნდეს იმას და ყველა თავმოყარე სვანის სირცხვილი არის, მაგი და ყველა სირცხვილი არის, რომ ესეთი რაღაცა ყველა ქართველი სირცხვილი არის, რომ ეგეთი რაღაცა საქართველოში მოხდა, მარტო კუთხეში კი არა. ვინ შეიძლება ეგეთი რაღაცა რო თქვას? თქვენი გამზდელი დედა შევეცი მე სხვა კუთხეში რო ასეთი ბინძური რაღაცეები რო ხდება რატო ხართ რატო გაქვთ ენა ჩაგდებულები იმიტომ გაქვთ ჩაგდებულები რომ კუთხური შუღლი გინდათ გააღვივოთ და გინდათ კუთხურად ამ ხალხის მიმართ გამოიყენოთ 1000 ბინძური მით უმეტეს აი ზუსტად ეს ის სოფლები არის სადაც ის უნდა აშენდეს ვაიმე არ ელოდით თქვენ ნამდვილად არ ელოდით თქვენ სვანებიდან ამას ვერ მოელოდით აი ვიცი მე ეს თქვენი ამბები რომ ნამდვილად ხო სხვათა შორის ბუბაკი კაპიძიდან ელოდებოდით რომ ტყვიას ისროდა და პუჩისტი და დედამოწყნული იქნებოდა ელოდით ამას სხვა თბილისის ნაბოზვარი ინტელიგენციიდან ელოდით რაც გააკეთეს 90-იანებში ამას ნამდვილად არ ელოდით ხო აი გაგიკვირდათ რომ ერთმა სვანმა, ორმა სვანმა, სამმა სვანმა რაღაცა ცუდი ჩაიდინა. ეს გაგიკვირდათ. გეკითხებით რა არის ეს? რა არის ეს? სვანებით ისევე ნებისმიერი, როგორც ნებისმიერი კუთხის ქართველობა, ისეთი ქართველობა და სადაცაა ცუდი და კარგი ყველა კუთხეში არის და სწორი და არასწორი ყველგან შეიძლება მოხდეს. ყველგან შეიძლება მოხდეს, ხო? რა არის ეს? მომისმინე ჩემო ძმაო, შედი ძმაო და ნახე რა ლანძღვაგინება მიდის. მთელი კუთხის, მთელი თემის, მთელი ხეობის. და სულ ყველასი და ესა კუთხური და ამ დროს მთელი ეს უშიშროება და ეს ისინი იმას რო დაძდევენ ამან იმას შეაგინა გინებაზე კი არა საქმე კუთხური შუღლის გაღვივებაზე არა ძმაო ყველა ჩუმათაა გაჩუმებული არაფერი პრობლემა არა ხსნილია ხო და ამ გოგოს ტრაგედიის გამოყენება ხდება კუთხური შუღლის გაღვივებისთვის და ეს კუთხური შუღლი მისით ჰაერზე არ ღვივდება მართული არის სახელმწიფო უშიშროების სამსახურიდან და არის მთელი კუთხის, მთელი ხალხის შეზიზღების სურვილი არის, რომ იქ რაც აქვს დაგეგმილი სვანეთში, არ ვიცი 21 ჰესის აშენება თუ რისი აშენება, ის განახორციელონ მერე და 1000 ის რომ, მაგრამ მანამდე ჯერ უნდა მოხდეს კუთხური ნიშნით ამ ხალხის შეზიზღები. რომ ხარდაჭერა არ ქონდეს ამ ხალხს მერე მომავალში და მერე სულ იმას გაახსენებენ თქვენ რომ დევნილებს ძარცვავდნენ, ამაშვებოდნენ, ეს ხდებოდა, ისინი უნდა აიყარონ, ჰესი უნდა აშენდეს. რას მასწავლეთ თქვენ მე ამ ავადმყოფ ხალხს? სამტრედიელი ხარ თუ სადაურიცა ხარ რა მნიშვნელობა აქვს რა სამტრედიაში არ ხდებოდა იგივესი ბინძურეები გამოსულა მე ვინმე და მთელი სამტრედია უგინებია მეგობრები მყავს ერთი მეორეზე უკეთესი მინდა სამტრედიიდან
არ ვიცოდე მაინც რა ხდებოდა სამტრედიაში, განსაკუთრებით ქართველს რო ესროდა და 1000 უბედურება და 1000 ბინძურე ხდებოდა. დაგავიწყდათ ვინმეს რა მოხდა საქართველოში? 35 წლის წინ მთელი საქართველო იყო დალაგებული და რაღაცა სიბინძურე მოხდა სვანეთში. და ეს ახსოვთ მარტო ახლა დღეს თურმე. თუ ამაზე ახლა რიკიდებთ პატარას. არაფერ შუაშია, ყველა ნორმალური ხდება, რომ არაფერ შუაში არაა მთელი სვანეთი, მაგრამ სხვა რაღაცაზეა აქ საუბარი. ეს ხდება ხელოვნურად და ეს ხდება სპეციალურად გავრცელება. და ამ გოგოს ტრაგედიის გამოყენება ხდება სპეციალურად აი ამ ანტიპიარის ასაწევად, ამ სიბინძურის ასაწევად. აი ამისთვის ხდება ეგ ყველაფერი. რაც სვანეთს გაუკეთენ, ჯერ შევარდნაძის დროიდან მოყოლებული, მერე სააკოვის დროიდან მოყოლებული, ახლა ამათგან გაგრძელებული, ხო? ამდენი ზიანი სვანეთისთვის ვერცერთ დამპყრობელს ვერ მოუყენებია დაწყებული იმედან, რა ქვია, არაბებიდან და მონღოლებიდან და რაც აი ქართველის ხელით რაც საქართველოს გაუკეთეს. ხო, აი ამაში არის საქმე და ცოტა დაფიქრდით რა. ცოტა თავი გაანძრიეთ რა. მართლა რომელი ერთი აშკაცობა და რომელი ერთი გმირობა ჩამოგითვალოთ. სვანეთის და სვანების, გინდა 90-იანებში და გინდა 2008 წელი იყოს. მაგაზე რატო არავინ ხმას არ იღებს? არასდროს. არ აინტერესებთ. ახსოვთ მარტო ძარცვა, ყაჩაღობა, სიბინძურე. ხო და ჩემო კარგებო, ნორმალურ ხალხს ვეუბნები. საქართველოს საერთოდ იმ ქვეყნად იქცა, სადაც სხვისი ტრაგედიით საკუთარი ბედნიერების მოწყობა არის, რა ქვია, სტანდარტი. და სადაც სხვისი ტრაგედიით და სხვისი უბედურებით საქმის გაკეთება არის ქვეყნის საწინააღმდეგოდ. ეს ის ქვეყანა არის. მე საერთოდ არ მიგვირს ესეთი რაღაცები რო ხდება. იმიტომ ამდენი მოღალატეა ხელისუფლებაში და ამდენი ნაძირალა არის ხელისუფლებაში. კაციშვილი ელემენტარული აიღეთ. ამათ ყველაფერი შერჩევით აყავთ. მე საქართველოს გმირი ყველა გმირია. ესენი როგორ არჩევენ გმირებსაც? როგორ არჩევენ? ანწუხელიძეს იძახიან, სულ ანწუხელიძეს, იმიტომ რომ ადამიანს თვალებიდან არ მოუვიდეს ის უბედურება, რაც 2008 წელს სეპარატისტებმა გაუკეთეს εμას. სხვა ვითომ გმირი არ ყავდა 2008 წლის ომს. აფხაზეთის ომზე იმდენი გმირობა იყო, იმდენი თავდადება იყო, იმდენი ვაჟკაცობა იყო. შარტავას მეც და გაბისკირიას მეც კაციშვილს არ ახსენებენ. აი ამათ უკნიდან განათლებულებს. თუ შეეხები ისტორიას და თუ იტყვის სინამდვილეში რაც იყო და ვინც რას გვიკეთებდა, შინაური თუ გარეული, შენ მტერი ხარ, შენ მოღალატე ხარ. ხო და აი ამისკენ მიდის ეგ ყველაფერი რა და ესა კუთხური შუღლი და ეს შემთხვევითი არა, მე პირდაპირ ვადებ ხელს. ეს არის უშიშროების, ტროლების და უშიშროების სამსახურების მიერ მოწყობილი ისევ და ისევ ის ანტიქართული პოლიტიკა, რომელი ანტიქართული პოლიტიკაც არის საერთოდ ქართველიერის მიმართ გამართული და რასაც აკეთებენ ესენი არაბების ჩამოსახლებასთან დაკავშირებით, რასაც აკეთებენ ესენი ესების მშენებლობასთან დაკავშირებით, უქართულო საქართველოს და უქართულო საქართველოში ძალიან გემრიელად ფული შოვნა და მე ჯიბეში ჩადება. თუ რა, მათ სულ ფეხებზე კიდიათ ეს ადამიანი. საერთოდ ფეხებზე კიდია. როგორ შეიძლება ადამიანის უბედურებას ამდენი პიარი გაუკეთო? ვიღაცა გადაგვარებული ცხოველის, რომელსაც მიშასურათი უდევს, დორბლიანი, ავადმყოფი, გადაგვარებული ცხოველის, რომელსაც არც კაცობა ქონდა, არც ადამიანობა, გარყვნილების, აღვირახსნილობის, ჩათლახობის, არაკაცობის სიმბოლოდ როა საქართველოს ისტორიაში და ის გამოდის და ის გასწავლის კაცების გაუპატიურების და ცოცხების და დუბინკების და მეგის ქარდავების და კოხტაკოდუების შემქმნელი გამოდის და თელ კუთხეს გლანძღავს. არ ახსენებენ, იმიტომ არ ახსენებენ, რომ არ ჭირდებათ სხვა, იქ ჭირდებათ ერთი. იმიტომ რომ ადამიანის გონებიდან ამოვიდეს ესა. არ ამოვიდეს ის დამამცირებელი სცენა, რაც იქ ხდებოდა. 1000 სიბინძურე ქვეყნისთვის რამე გააკეთო 1000 სიბინძურეს მოგინახავენ. ჯერ კოდორის ხეობას რა გაუკეთეს, ბიჭო. კოდორის ხეობის კბილებით და სისხლად შენარჩუნებული ხეობა ერთი ტყის გასროლაში ჩააბარეს.
იმათმა ჩააბარეს, ამათმა ხელი დააფარეს იმათ ჩამბარებლებს და შოუს მეტი არაფერი არ აინტერესებს. ორი სამარცხვინო სვანი, ერთი წულუკიანი და მეორე ესე რა ქვია, სუბარი, გეგდო ტლიკი ნისმაც არაფერს არ აკეთებდა და ეგ იყო ეს კოდორის ხეობის დამბომბველი ნიკოლეიშვილი ოპოზიციაში რო ყავთ. ესა დაჯენილი და ერთი კითხვა არ დაუსვიათ ვინც დაბომბა კოდორის ხეობა. და უდანაშაულო ხალხი დახოცა იქ. გამოდიხართ მე კიდე ბიჭო და რაღაცა იმას იმაშვებით რა. მართლა ყელში ამოვიდა რა. არ ვიცი სად მუშაობს, არ ვიცი როგორ მუშაობს, არ ვიცი რას აკეთებს, არ ვიცი სად რას აკეთებს, კაცო, როგორც ასეთი ის ადამიანი არის მართლა მსხვერპლი და მართლა რა ვიცი თუ ისე არის რაც იმან მოყვა, არ ვიცი, ესეც კიდე საკითხავია, სხვანაირად კიდე ვინმე არ გამიგოს, მაგრამ იურისტის შვილი ვარ მე და ვიცი ესეთი რაღაცა რომ და საქართველოში მით უმეტეს მილიონი რაღაცა ესე რომ ძველ ლათინელებს აქვთ ესეთი სიტყვა, ნათქვამი რომ დაინახო ადამიანი რომ მეორე ადამიანს გულში ჩაცემულ ხანჯალზე ხელი აქვს მოკიდებულიო ნაადრევ დასკვნას ნუ გააკეთებ. მე არ ვიცი მარტო ლაპარაკით ეს მართლა ასე იყო თუ მართლა ასე არის, ნამდვილად არ ვიცი. ან ისე იყო ყველაფერი, რასაც ეს ადამიანი ყვება, მაგრამ არ ამგონია რომ ადამიანს მოეგონებია ასეთი რაღაცა, საქართველოა პატარაა და ყველაფერს გაიგებდა და ყველაფერს იმას იზამდა, ხო? მე არ ვიცი წინასწარ გამოძიება დამთავრებული არაა და სასამართლო გადაწყვეტილება არაა და არ ვიცი რა ამ ყველაფერზე საუბარი, ამათმა რო გადაწყვიტონ და გამოიძიონ ის არაა სანდო. ხო, მაგრამ კარგი ვთქვათ და ეს ადამიანი მართლა ასე დამართეს ამ ადამიანს ეს ყველაფერი. და მართლა ესეთი უბედურება დამართეს, ანუ რა შვაშია მთელი ხეობა. რაშვაშია მთელი თემი. კი, ნახდათ იქ სამეზობლოსი იმ თემის, ვინც ამ ყველაფერს ხედავდა, იქ ყველა სირცხვილია, მაგრამ რომ ესეთი რაღაცა როგორ თუ ის მართალია, რასაც ეს ადამიანი ამბობს, როგორ შეიძლება. ყველას მოჭრა და ყველას მოეჭრა თავი, მაგრამ ეს ისტერიკა, რაცაა ატეხილი, ანტისვანური ისტერიკა და ეს კუთხური შუღლის გაღვივება, ესაა ამ ყველაფრის მიზანი. და სულ ფეხებზე კიდიათ ეს გოგო. და მასეთი უამრავი გვინახია საქართველოში. ხორავას ქუჩის ტრაგედია იქნებოდა, გირგვლიანების საქმე იქნებოდა გამოყენებული ტრაგედიად. ის იქნებოდა, რა ქვია, თვალი რო ამოთხარეს იმას მაკო გომურის თუ ის თუ რა გადავიდოდა პოლიტიკური დღის წესრიგი მეორე დღეს კაცთვის არავინ არაფერი არ ახსოვდა. ყოველ დღე ჩამოსვანებული უკრაინელები, უკრაინაში დაღუპული ხალხი, გმირებად ახსოვს და მეორე დღეს და მესამე დღეს შვილი და ძირი რო დარჩებათ უპატრონო და მოულელთა ქუჩაში რო ათებს, ღამეს აღარავის აღარ ახსოვს ეს ხალხი. ესაა სიმართლე. და ამ ყველაფერს მტრის მეტი და მოღალატის მეტი და ბინძური ადამიანის მეტი არავინ არ გააკეთებს. შვაშია ჩემი შვილი ყოფილიყოს, სხვისი შვილი იყოს, რა მნიშვნელობა აქვს ჩემია, სხვისია, ვინმე ამბობს, რომ პასუხი არა აქვს მოსათხავი? მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? აი გეკითხები ხო? აი შენი შვილია თუ სხვისი შვილია, რა მნიშვნელობა აქვს? შენ თუ ვიღაცა ერთმა პიროვნებამ, ორმა, სამმა და 10-მა გაგიუბედურა, ისა რა ქვია, შვილი მთელ ქალაქთან და მთელ კუთხესთან რა საქმე გაქვს? კი ბატონო, გადასაწვავია და თუ მართლა ასე იყო, დასაწვავია იქ ყველაფერი, კაცო. მაგრამ მთელი კუთხე რა შვაში. ამაშია საქმე. თუ ვინმე ამბობს, რომ იმ ადამიანის მიმართებაში სწორად იქნა მოქცეული? ეს იყო ტრაგედია. ესეთი ტრაგედიები, ხო? 10-ში ერთხელ და 15 ბოდიშით კიდე გაითიშა. ასეთი ტრაგედიები, ხო? 10 წელიწადში ერთხელ და 15 წელიწადში ერთხელ, ხო? ალბათ ყველა რაიონში ხდება. ყველგან ხდება. ასეთია სამყარო და ასეთი ბოროტია ადამიანების ბუნება. რომ შეიძლება სადღაც 20 წელიწადში ერთხელ და 15 წელიწადში ერთხელ სადღაც თითქმის ყველა რაიონში მოხდეს ესეთი სამარცხვინო ამბავი. ეს ხო არ ნიშნავს რომ ყველა ცუდია იქ. და აქ ესაა ზუსტად ატეხილი. და არა ეს მიზანმიმართულია ეგ ყველაფერი. და დიდი უბედურებას უმზადებენ სვანეთს დიდი ხანია. და ამიტომ ხდება ეგ ყველაფერი და ამ უბედური ადამიანის უბედურებით პიარის გაკეთება. ხო, არ ვიცი ჩემო კარგო, არ ვიცი მე ვინ ჩივის, ვინ არ ჩივის, ასე ჩივის, ისე ჩივის. დღეს ყველას მე ერთი რაღაცა გამკვირვებია, იცი? სხვები ჩივის, ამას ჩივიან, იმას ჩივიან. დღეს ისეთი პერიოდი არის დამდგარი. ხალს თმის ღერი რო ჩამოუგდო, კი არა, ისა სექსი რომ მოგთხოვოს და ვარი უთხრა, იმაზე იჭერენ კაცებს, კაცო, იმნერი დროა, დამდგარი და
თუ ინვეს ჩივილი უნდა და რა შემი ძმაკაცი მის გულისთვის დაიჭირეს ცოლი საერთოდ არ ყავდა და ოჯახური ძალადობა ტელეფონზე ვიღაცას ხმამაღლა ელაპარაკებოდაო და 6 თვიანი პირობითი ქონდა მიცემული კაც ცოლი არ აყავს საერთოდ ეხლა გაიგეო კაცო ამ ხალხმა არ ვიცი ღმერთმა ყველა გაჭირვებულს და ყველა უბედურს და ყველა იმას ანახიოს სამართალი მაგრამ არ არის ეგეთი რაღაცა რა აი ეგეთი რაღაცების ასე ჰაერზე მე ახლა აღმოჩნდება ეს ალბათ სხვა გოგოები ჩივიან და ახლა აღმოჩნდება ალბათ ერთი 100 ალბათ 200 ალბათ როგორცაა ისა გაუპატიურებული ქალი სვანეთიდან შეიტანს ერთობლივს არჩევს და ამათი ის იქნება რა ქვია გახდება ეს საქმე და ეს ადამიანები და ეს საქართველოს როგორ ხდება ეგეთი ამბები და გავიწყდათ და ამით კიდე ცალკე იმას იზამ 90-იან წლებში ასეთი უბედურება აფხაზეთიდან დაწყებული თბილისში ჩათვლით თითქმის ყოველ მეორე მაშინ რა ქვია ქალაქში ხდებოდა და 1 და 2 კი არა 10 და 100 იგივე აფხაზეთი აიღეთ რა ხდებოდა იგივე სამეგრელოში რა ხდებოდა იგივე იმ თბილისში რა ხდებოდა ხოდა ნუ გამოხვალთ აქ და ენას ნუ გადმოიგდებთ და ნუ დაიწყებთ ესა რა ქვია რაღაცების ბლუკულს თვარიდან არ ჩამოუფრენილვართ ჩვენ 90-იანების ტალბა ვარ და კარგად გვახსოვს ის 90-იანები სვანეთშიც კარგად გვახსოვს ის 90-იანები თბილისშიც და კარგად გვახსოვს ის 90-იანები აფხაზეთში და სამეგრელოში და ასე შემდეგ და ვინ რა აკეთა ზეპირად ვიცით ყოველ შემთხვევაში მე ძალიან კარგად ვიცით და არ ვიცი მე ეს საწოდავი გოგო ვინც ასე გააუბედურა და ვინც ასე უბედურება დამართა 10 ჯერ მაგუბედურების გამკეთებლები რურუები ახლა იმათაა გამოვა რურუები ვინ არიან ზარალები და ესენ ეგერ არიან ყველა ზოგი ბიზნესმენია ზოგი პარლამენტარია ზოგი დედი მისის წყნარ და ზოგი მამის შიმშილია მისი მე კაციშვილი ხმას არ იღებს და პოლიტიკოსებს ეძახით და ბიზნესმენებს ეძახით და შეიძლება ზოგიერთს საპატიო ისა რა ქვია ო ესა სიმართლე, მაგრამ არ უყვართ საქართველოში სიმართლე. არ ყოფილა ეს რაღაცა ერთადერთი შემთხვევა მთელ საქართველოში იმ უბედურების წლებში მით უმეტეს. როდესაც გაფანტული იყო იარაღი და ყოველ მეორეს ავტომატი ეჭირა და ზოგი ტანკით დადიოდა სახში და შეიარაღებული ადამიანი და უკანონო და ბნელეთის წლებში ეგ ჩვეულებრივი ესაა, რა ქვია, საბრძოლო ერთეულია და ვირას დაბესპრედელობდა ღმერთმა იცის. მე ვინგეუბნებათ რომ არ უნდა დაისაჯოს საიდან მოგაქვთ ესეთი ისა რა ქვია მე ვამბობ რომ არა გულის ამრევია რა რაღაცა ესეთი რა ო ახლა აღმოაჩინეთ რაღაცა რომ ო უნდა არა უნდა დაისაჯოს დამნაშავეები საქართველოში ქალის გამოუპატიურებლები და კაცის გამოუპატიურებლები ყავთ ეგერ გარეთ გამოსულ მანიაკი ავატყოფები და ეს მანიაკი ავატყოფები და მათი ოჯახები საპატრიარქოს ყავს დაჯილდოვებული წმინდა გიორგის მედლებით და ორდენებით ახალაიები და მისი ჯიჯი და ჯილაგი ხო ასია ეს მაშინ სად იყო თქვენი ისა რა ქვია მორალი და ზნეობა და ვერ უნახია მის ცოლს ვერ უნახია თურმე ახალაიას გაუბედურებული ხალხი ვიცი ჩემოძმაო მე ამ ხალხის მე ჩემს სათქმელს ვამბობ თუ არა მე იმის იმედი საერთოდ არ მაქვს მე იმის იმედი მართლა არ მაქვს რომ გინდა მიშისტებს და გინდა ბიზნესტებს რამე ეშველებათ და ჩამოყალიბებული დაავადებული ავადმყოფი ადამიანები მორჩა ეს არის ბიოლოგიური ნაგავი რომელიც ბიოლოგიური ნაგავიდანაც მარტო საპონი და ტყავი თუ გამოვა მე მეტი არაფერი არ გამოვა არაფერი ამ დრაზე უნდა ელაპარაკო იგივე ეს მთელი ლიბერასტული და მთელი ისა რა ხო და მოკლედ აი ამის თქმა მინდოდა რა ხო და დააკვირდით ამ ყველაფერს თქვენ აი დააკვირდით დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ თუ აი ძალიან მალე სვანეთის მიმართ და სვანების მიმართ ძალიან დიდი უბედურება არ ატყდეს აი ძალიან კარგად დაიმახსოვრეთ ესეთი ორკესტრირებული და ესეთი შემზადებული შეტევები და ესეთი უბედურებები ასე ჰაერზე არ ხდება ვიღაცა იყენებს ვიღაცის
უბედურებას საჭირო დროს, საჭირო მომენტში ხალხის განწყობისთვის, აზრის ჩამოყალიბებისთვის, შემდეგ ასე და შემდეგ ასე. აი ესე იქნება ეს. აი ასე იქნება ეს. მე ვაფრთხილებ, ყველას ვაფრთხილებ, აი სვანებს ვაფრთხილებ განსაკუთრებით. აი ძალიან მალე იგრძნობთ ამას. ძალიან მალე იგრძნობთ ამას. რა თქმა უნდა, გეთანხმებით არასრულ წრომების მოტაცება ყოველ მეორე დღეს ხდებოდა. ყოველ მეორე დღეს ხდებოდა 90-იანების საქართველოში თავი რო დაანებოთ იმ ხედრიონს და იმ უბედურებას. ძალადობა არ იყო, გაუპატიურება არ იყო, იქ რამდენი შემთხვევა იყო მაგის. რამდენი მკვლელობა მომხდარა, რამდენი თვითმკვლელობა მომხდარა მაგის გამო. და ესენი ბიჭო, ესენი ეს ქვეყნის გამყიდველები, მოღალატეები, საქართველოს დამაქცევრები, თბილისის გადამწვავები, აფხაზეთის გამყიდველები, სამაჩაბლოს გამყიდველები, კაცების გამაუპატიურებელი და 1000 ბიოლოგიური ნაგავი გამოდის ახლა და იმას რა ქვია, თავს წარმოაჩენს წმინდანად და ვაიმე მე ჩვენ მხარს უჭერთ აი ამას და კიდე რა ვიცი ალბათ გამოიყვანენ ალბათ იმას რა ქვია, ახლა ბაია პატარაია გამოხდება ალბათ და ესა რა ქვია სვანეთის შეურაცხყოფისთვის კიდე ამას დამწვარს რო დუღარე დაასხას ალბათ მისი ორგანიზაციის წევრებს ნახავს და იტყვიან რომ ვიღაცებმა გამაუპატიურესო ალბათ ერთ 10-20 მოიყვანს და მე გამოვა ასე რომ სვანები აღმოჩნდებიან ტყიური ველური ხალხი რომელიც ტყიური ველური ხალხით სტატისტიკაში როგორც ახლა სტატისტიკას რო ჩახედო 60% ციხეში ვინძის ქართველი კაცები ყველა ოჯახურ ძალადობაზე 60% გამოდის რომ ყოველ მეორე კი არა ესე იგი 1/9 ესე რომ ვთქვათ აიღოთ სტატისტიკაში ყველა ოჯახში ესა რა ქვია ცემატყება და უბედურება არის საქართველოში და ამოვა ასე მე რომ აუ იცი რა ამდენი ამბები მოხდა და ხალხი ამას ვერ ბედავს ვერ ამბობს და გამოვა მოძალადი და სისხლისმცემელი ხალხი აი ეს იქნება მომავალში კიდე ნორმალური ხალხისთვის კი ბატონო აქვს აზრი და ამათთვის აზრი არა აქვს. აი ამის თქმა მინდოდა და თუ ვინმეს სვანეთის გაცნობა უნდა და საერთოდ სვანეთის ისტორიის და სვანური ხასიათის გაცნობა უნდა კუბტარი და ის კი არა რა ქვია ჭვიშტარი კი არა ესა სვანეთი და უშგულში ასვლა 9 საათით და სურათის გადაღება იმას უნდა დაფიქრება იქ რომ იმ თავისუფლების მოყვარული ხალხი მე-12 საუკუნიდან, როდესაც მოიხსენიება ის კოშკები და ის ცხოვრობდა იქ, სადაც 6 თვე და 7 თვე ზამთარი იყო და ზამთარია დღესაც და დღესაა იქ რთული საცხოვრებელი. და შეშა დაღმართიდან აქონდათ, აღმართში, იმიტომ რომ თავისუფლად ეცხოვრა და თავისუფალი ცხოვრების წესი ჰქონოდა. შხარის დანახვა მარტო არაა სვანეთის ცნობა და სურათის გადაღება კოშკთან. რაღაცაზე რომ მიდიხარი ხო, რაღაცა უნდა გაიაზრო. ისტორიას უნდა ჩახედო, რაღაცა უნდა იცოდე და არა ისე რომ ზედაპირულია, ავიდა ვიღაცა გაძღა, შეხედა უშბას, შეხედა შხარას და წამოვიდა და სვანეთი ვნახე. მაგას არ ქვია სვანეთის ნახვა. სვანეთი უფრო ღრმა რაღაცაა და სვანი კაცის ცხოვრება სულ სხვა ღრმა ესა არსია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არა დღეს ევროპელებზე მეტად გიკვირთ თქვენ სვანეთის ნახვა მართალი ხარ ახლა ესეთი ის. მოკლედ დავამთავრე ამაზე საუბარი და ამ საცოდავ ამ გაუბედურებულ ადამიანს ღმერთმა სამართალი აპოვიოს და ღმერთო მართლა ყველა გამწარებულ ადამიანს სამართალი აპოვნია და ჩვენ ქვეყანაში და ყველაფერი დაალაგე თავის ადგილზე ქნამართლისა სამართლისა ხესა შეიფს ხმელსა ნედლათო მაგრამ აი თქვენი ტურა დედა შევეცის უყველასი ვინც ამ გაუბედურებული ადამიანის ტრაგედიას აი ესეთი სიბინძურეებისთვის იყენებთ გვარ გადაკეთებული გადაჯიშებული რა ვიცი ვაი ქართველები რა ვითომ ქართველები რო გქვიათ რა იმიტომ რომ შეაზიზღოთ ხალხს ერთმანეთი და კუთხური შუღლი გააღვივოთ მოდი ახლა ეს რა ქვია თამთა და მდინარაძე და ესა მიჩივლეთ და დამიჭირეთ და იმას ქენით და საქმეები აღმიძარით მე ამ ვიდეოზე და იქ მთელი კუთხის და იმის ლანძღვაგინებაზე არაფერი ეთყობა საჭიროა ხსნილია ასეთი ჰესებია ბიჭებო ასე შენები ეგა კარგად გრძანდებოდეთ დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის